ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1985 წლის 16 მაისია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება ლოთობისა და ალკოჰოლიზმის დაძლევის ღონისძიებათა შესახებ. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ახლა, როცა სულ უფრო სრულად ვლინდება ჩვენი სოციალისტური წყობის აღმშენებლობითი ძალები, საბჭოთა ცხოვრების წესის უპირატესობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კომუნისტური მორალისა და ზნეობის პირობების დაცვა, მავნე ჩვეულებებისა და გადმონაშთების დაძლევა. განსაკუთრებით ისეთი მახინჯი გამოვლინებისა, როგორიცაა ლოთობა, სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება. საბჭოთა ადამიანების დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ სპირტიანი სასმელების მოხმარება დიდ ეკონომიკურ და მორალურ ზალარს გვაყენებს და იგი შეუწყნარებელია ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი გაგზავნილ წერილებში ისინი მოითხოვენ გადარდეს ლოთობის, ალკოჰოლიზმისა და შინაარყის ხდის საწინააღმდეგო ქმედითი ზომები. პარტიულ ორგანიზაციებს წინადადება მიეცათ უფრო მკაცრად მოჰკითხონ პარტიის იმ წევრებს, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს. რესპუბლიკების, ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა პარტიულ საბჭოთა კომკავშირულ პროფკავშირულ ორგანიზაციებს ევალებათ გააძლიერონ ადმინისტრაციული მუშაობა. მიზანშეწონილად იქნა ცნობილი აიგრძალოს სპირტიანი სასმელების გაყიდვა და მოხმარება სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებში, პროფილაქტორიუმებში, ტურბაზებსა და ტურისტულ ლაშქრობებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აიგრძალოს სპირტიანი სასმელის მიყიდვა იმ პირთათვის, ვისაც არ შესრულებია 21 წელი. რეკომენდებულია შეტანილი იქნას ცვლილებები მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობებში. დიდი სამამულო ომის ჩვენი რესპუბლიკის 400 ვეტერანი გახდა ტურისტული მატარებლის საქართველოს მგზავრები. მატარებელი გაემგზავრება საბრძოლო დიდების ადგილებში. მისი მარშრუტია თბილისი, ხარკოვი, მინსკი, ბრესტი, ვილნიუსი, კალინინგრადი, რიგა, ტალინი, ფსკოვი, ლენინგრადი, როსტოვი, თბილისი. გზავრობის ორგანიზატორია სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტი. კომიტეტმა მთელი ხარჯები იკისრა და იზრუნა გზაში ყოფილი ფრონტელების დასვენების სათანადო ორგანიზებისათვის. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტები გამართა საქართველოს სახელმწიფო ორკესტრმა რერომ. კონცერტები მიეძღვნა ამ ორკესტრის დაარსების 30 წლის თავს. რერო შეიქმნა 1955 წელს. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო გიორგი გაბისკირია. რეროში მღეროდნენ ლილი გეგელია, ნაზი დუმბაძე, სულიკო კოროშინაძე, ნანი ბრეგვაძე, ვახტანგი გაბიძე, ზურაბ ცხილაძე, ნანული აბესაძე, გიული ჩოხელი, ეთერ კაკულია და ბევრი სხვა ცნობილი ქართველი მომღერალი. რეროსთან თანამშრომლობდნენ იუმორისტული ჟანრის ოსტატები ქართლოს კასრაძე, გია ჭირაკაძე, ბიძინა მახარაძე. ორკესტრთან თანამშრომლობდა ყველა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი. ამჟამად რეროს ხელმძღვანელია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე კონსტანტინე პევზნერი. მისი ხელმძღვანელობით რერო გვარწმუნებს, რომ მისგან ახალ წარმატებებს უნდა ველოდეთ. გადმოიცემოდა 1985 წლის 16 მაისის უკანასკნელი ცნობები.